კარგად დააკვირდით ამ ადამიანს, მას 27 წლის ასაკში დაუდგინეს პარკინსონის დაავადება და დაახლოებით 23 წლის შემდეგ ის ასე გამოიყურება, ნახეთ როგორი ფიზიკური მომზადება აქვს. ამ დაავადების დროს კი სამწუხაროდ ადამიანები 8-დან 12 წლამდე საშუალოდ კარგავენ დამოუკიდებელი ცხოვრების უნარს. მან თავისი წარმოუდგენლად ინტენსიური ვარჯიშის პროგრამით, ასე ვთქვათ, შეიმსუბუქა სიმპტომები და უკვე 20 წელზე უფრო მეტია ამ დაავადებას პირდაპირ მნიშვნელობით ებრძვის და არ ნებდება. რა თქმა უნდა, მას აქვს ნიშნები და ხედავთ ტრემორზეც, რომ გამოხატულია მასში ამ პარკინსონის დამახასიათებელი სიმპტომები, რაც დადასტურებით მეცნიერებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, მსგავსი ინტენსიური ფიზიკური აქტივობა პარკინსონის დაავადების დროს ამცირებს ანთებით პროცესებს ნერვულ ქსოვილში, ამასთანავე იზრდება ირისინის გამონთავისუფლება, რომელიც სწორედ იმ ორგანელების ფუნქციას, მიტოქონდრიების ფუნქციას აუმჯობესებს ნერვულ უჯრედში, რომლებიც პარკინსონის დროს ძირითადად ზიანდებიან და ამასთან აქტიური ცხოვრების წესი ამცირებს ასევე ოქსიდაციურ სტრესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ახანგრძლივებს ნერვული უჯრედების სიცოცხლის უნარიანობას, რის შედეგადაც პარკინსონის არამხოლოდ სიმპტომები, არამედ ხშირ შემთხვევაში პროგრესიც კი შედარებით უფრო ნელდება. ამასთან ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ნერვული ქსოვილი და თავის ტვინი შედარებით უკეთ მარაგდება ჟანგბადითა და სისხლით, რაც საბოლოო ჯამში ისევ ამ გადამწყვეტი უჯრედის შემადგენელი ორგანელების, ანუ მიტოქონდრიის გაუმჯობესებულ ფუნქციას იწვევს. რაც საბოლოო ჯამში გვეუბნება იმას, რომ ვარჯიში და მსგავსი თავდადებული მიდგომით განუკურნებელი და გარდაუვალი დაავადებების შემსუბუქებაც კი შესაძლებელია. შენ კი თუ სამედიცინო კონტენტი გაინტერესებს, დალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი.